აი რა სიმღერით ხვდები, ხედავ? როგორ ახარ? როგორ ახარ? გენოცარი, მოდი. აი, ისეთი მოდი, აქი დაბზანე. მოდი. ნაყოფი ხარ მარგალიტაში? არა. ნახე რა კაი გარკვე. ამახავს. დაგაბრუნდა ხმა ბავშვობაში. ხარებადი გოგეშვილი ხო ჯოთგანამდე რო უსმენ. ეგრე ვიდექი ხა. მაგალია. ეს ტელევიზორით გამახსოვრება. მაჩვენე რომელია? რუბინ. აუ, რუბინელია. მე მქონდა ეგ. მე მქონდა. აქ არ ხარ ნაყოფი, მაგრამ ეს ადგილი კარგად იცი. ლაღიძე, სუბანი. ამას მე მგონი ერქვა. მწვანე რაღაც ბარი. მაგრამ ზოგადად ეს ადგილი და ეს სუბანი იცი კარგად. ეს ვიცი რომელია. ზეპირად. ანგაი. სტუდენტობამდეც? სტუდენტობის დროს ცხოვრობდით ყველა აქ. კი. აქ ლაღიძე. გვერდზე იქა. მე ნიკალა გაიხსნა. ნიკალა უკვე ჩემი სტუდენტობაა. კი. შენი აღარა. აქ მოკლედ მოტყავებული გვაქვს ყველაფერი. ხო და უყურე რაღაცა კარგად დავიწყოთ პირდაპირ მაგ საკითხით. როგორი იყო მაშინდელი თბილისი, მაშინდელი რუსთაველი, მაშინდელი შენი ბავშვობის, მამა შენის თაობის, აი რო იხსენებდნენ. როგორი იყო? რა არის შენთვის ნოსტალგიური იმ თბილისში და იმ რუსთაველში და იმ პერიოდში? იცი რა თითქმის ყველაფერი რა მე ბავშვობიდან მომიწია რუსთაველზე ყოფნა, იმიტომ რომ ბავშვობიდან თამაშობდი რუსთაველის თეატრში. ეხლა მამამ მსახიობი მყავდა, მამამ დათო და კი ბატონო. ბავშვის როლი რო იყო, მე შენი ყავი. ბავშვის როლი გარანტირებულად მქონდა? ხო, მე და ბაღატურიას. ხო. ხო და ძალიან ბევრი რამე მახსოვს რა. ნუ ისეთი აღარ არის, აღარც დაბრუნდება, აღარც იქნება ესეთი. ძალიან მენატრება. განაპირობებდა თუ არა მაგას რა ჩვენ გენატრება და რა თბილისის გვესმის გაგვიგია ხალხი. ის თაობა. იმიტომ რომ ხალხი რუსთაველი და შენობა იგივე დგას. აი ეს კოლოიდი რას ვეძახდეთ თბილისელები. განაპირო მე ნაწილობრივ მოვესწარი, შენ უფრო მოვესწარი, თან რუსთაველის თეატრში გაიზარდე, აი ამ მართლა საოცარ ხალხში. იცი რა არის, რა თქმა უნდა განაპირობები და ხალხი, განაპირობების ხასიათი ხადია, რა თქმა უნდა. ეხლა დღევანდელი და მაშინდელი შეარდა რომ ყოველდღიურად რთულდება ცხოვრება, ხო? მოდი ამაზე შევთანხმდეთ და ამ გართულებულ ცხოვრებასთან დღევანდელობას შევხედოთ, ძალიან ცოტა მომგიბარე სახე ქუჩაში, მე რაღაცა ვახტები. არავის არ ეგინება. თუ გაუღიმე გიჟგონი ხარ. ხო, თუ გაგეკიმა ცოტა ვერა ხარ კარგად. ან ძალიან კარგად ხარ. ან ძალიან კარგად ხარ. მაშინ რაღაცა ის ყველას გვიყო. ნუ ეხლა ჩემი ინსტიტუტის პერიოდი რო გავიხსენო, მე თითქმის სახში არ მიცხოვრია, იმიტომ რომ ნუ არავინ არ მივდიოდით რა. თეატრში, იმაში ინსტიტუტში ვრჩებოდით რეპეტიციები. ჩაით გაგუმასპინძლებიან, მაგრამ ნახე ესეთიც როგორია ჭიქები ჩვენი ბავშვი. მადლობა, ხო და ესე იყო ინსტიტუტში ვრჩებოდით რეპეტიციების მერე არავინ არ მიდიოდა სახში რა. ჩემი კურსელების ჩვენს ეს ერთ ოჯახად იყო თეატრალური. ჩვენი ოჯახი ქონდა კაბინეტი, როგორ მახსოვს ხონებული ბატონი გიზო, კაკური შემოდიდა. პაპუაშვილი შეიძლება შემოვიდეს. მოგზაურობთ, მადლობთ. ხომრობით რა თქმა უნდა. სხვა პერიოდი იყო, სხვა ხალისი იყო, ყველა ერთად ვიყავით, არ ვიყავით დაყოფილები, არ ვიყავით გაყოფილები. აი ხა ნახე რა საოცრებას მოგვიტანენ. ნახე. აი ეგ არის ისეთი, ეს არის აკაური ფელამუში, რაღაც სრულიად საოცრი. ის ჩიზკეიკი რა. აქ ვანებიურებენ ძალიან მარგალიტაში მოკლედ რა. მადლობა დიდი. ზუკა. ბატონო. მოკლედ ახსენე შენ რომ ვისაუბრეთ აი რა არის ნოსტალგიური შენთვის რუსთაველზე თბილისში, გაიხსენე რომ რუსთაველის თეატრში გავიზარდი. და ნუ ბევრმა ითის ხადია რომ გაიზარდე, იმიტომ რომ მამა შენი დავიგატო იყო თაობის წარმომადგენელი, ხო? განაპირობა დიდწილად შენი პროფესიის არჩევანი, იმიტომ რომ შენ ახლა რუსთაველის თეატრში ხარ, იმან რომ რას ცნობიერება და თვალი და სმენა თეატრი და როლი. რა თქმა უნდა. მაშინ მეგინდოდა რომ შენც მე როგორ დიდი გარიყავი ამ სცენაზე თუ მე მოგინდა. არა, ბავშვობიდანვე მინდოდა. ამათ ხელში ვიზდებოდი, ამათ უყურებდი. სახში ესენი მოდიოდნენ, მე ამათთან მოდიოდი. შენ მოდიოდი ამათ? ხო და ნუ თითქმის ყველა ერთად ვიყავით რა. ესე ვიყავით სულ ყველაში, ჩვენი შვილები ერთად ვიზდებოდით სახიობების. ბატონი რობერტი, მიხო, გაგა, ლაღიძეები, ანი, გიო, მე, ჩემი ძმა. რავი ბევრი რა. ყველა ერთად გასტროლებს ერთად დავდიოდი. დაყვებოდი? რა თქმა უნდა, თელebavშვები ყველა ცხონებულ მემოვასწრე დიაფერაძე დავყავდით ხოლმე. ჩაყვედა თვითფრინავში და აი მაშინ აი რო არის სტივარდესას უაჩვენა. კიბილები. იქ ვიჯექი, გვერდზე ვიჯექი. ეს ამ ისტორიების მოგწესა. ეს მიუფრინავთ, კინაღან გადახდა ეს სტივარდესა. მექსიკიდან იყო ახალი ჩამოსული და ეს ჩამოიტანა ღოჯები რა. ხო, მშვიდობდი რაღაცა. ჩაი მომიტანი ვამგობნა სტივარდესას უწოდ რომ მოუტა რომ გაუცინა ღოჯები რომ დაინახა და ემა ოი რომ დაიძახა. კინაღან ექსეთი გავყვანდა. ლეგენდები არ არის გიაფერაძე. არა, ჩემ თვალს იქ ვიჯექი, გვერდზე ვიჯექი.
პატარა ვიყავ მახსოვს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შენ გაიზარდე რუსთაველის თეატრში, როგორ თქვი და გიწილად განაპირობა ამან თეატრალური დამთავრების მერე სარდაფში დახვედი შენ. და მე იმის პერიოდში მე ჩავაბარე და ნუ სარდაფი ხსნებოდა და შენი ყავი მაშინ ზე პოპულარული მსახიობი. სარდაფში ვიყავ და პარალ რუსთაველში ვიყავ, ვიცი, მახსოვს. სოხუმის თეატრში. სოხუმშიც იყავ, ეგეც მახსოვს, მაგრამ რუსთავ სარდაფი იმ დროს გაიხსნა, ეს იყო სიახლე, აბსოლუტური სიახლე, მაშინ თეატრალურ სტუდიაში, ახალგაზრდული, აღარ ექსპერიმენტული და მახსოვს რა ხდება. მე გავატარე თეატრალური სარდაფში. ლექციების მერე მოდით სარდაფში. დავდავრეთ, შევარდით ეზოში, ბევრი ნაგალი გამოვიტანეთ და დავიწყეთ მანდ. ანანგრევებში ფიცარი აყი როგორ მახსოვს. თორე წარმოუდგენელი იყო მანდ აქ თეატრი ამერობეუნებოდით პადო, ჟაპადო რა თეატრი, ჟაპადოალი ცოტა ხო, გაუგებარი მაშინ იყო რუსთაველი, მარჯანიშვილი, აკადემიური ზოგადად ეგ პრინციპი. სარდაფი დავიწყე, სოხუმის თეატრი, მე შტატი არ ქონდა რუსთავად, როგორც კი შტატი გამოსცა, მიგრევეს მივედი. მე ერთ წელიწად ნახევარში რაღაცა ის. მახსოვს. ჯეს ხდება მე რო ჩავაბარე და ვაბარებდი იმპერიაში და როგორ მე მახსოვს კათოლიკოს გახსნაზე ვარ ნაყოფი სარდაფი. გახსნა. ეს სტრინბერგი ითამაშეს რამაზი, ნალაფაჩუაშვილი და გურამ საღარეს. კი ბატონო. მე სხვა სპექტაკლები, მე ჰამლეტი და მოკლედ საოცარი გახსნეს, კი მათმა გახსნეს. კი ბატონო. ზუკა. აი ესეთი რაღაც რაიმე შენ რო გიცნობ ამდენი ხანი ეგრე მომისმენი, რატო დავიწყე ამ თბილისზე ნოსტალგიით? და იმიტომ ვახსენე ხალხიც, ხო? იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერი ქალაქი ან ქვეყანა რო ვიყვარს არქიტექტურის ან ლამაზი მთების გამო არა, რაღაცა ის კოლორიტია, კულტურა, ურთიერთობებია, ხო? მათ შორის აი შენ გაქვს საოცარი კომუნიკაციის და მეგობრულობის. აი მეგობრობა. რაღაცა ხო ესე გვესმის, რომ რაღაცა სხვანაირი იყო თბილისში. ალბათ ყველა ერშია და ყველა ქალაქშია, თავისებურ გვესმის, მაგრამ აი ამ ფენომენებს მინდა კითხო, ის მეგობრობის ქართული თბილისური ვერსია როგორია, რაც შენ გიყვარს და რის გამოც გიყვარს ეს ხალხი, რასაც ჩვენი სამეგობრო და ჩვენი თანამოქალაქეები შეადგენს. ხო, ჩესკაიკი მოუხდება ხა მეგობრებს. მეგობრები ვის არ უყვარს? ხო. არ მინდა ცოტა დავამძიმო ჩვენი საუბარი, მინდა რა პირიქით ხალხი სიხალისისკენ წავიდნენ და თან დაუწევ ამას, სწორედ ძალიან შემოგვიდია. იცი რა არის? მაინც ასეთი ვერავ ვწდები დღევანდელობას რა. ცოტა მეგობრი ისეთი რაღაცები ხდება, ცოტა გასაკვირია ჩემთვის რა. დღევანდელი როგორ თქვა, მდგომარეობიდან და პოლიტიკური თვალსაზრისით ვიტყვი რა. ძალიან ბევრი სამეგობრო დაიშალა. და ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. არ დაგიმალო და მე შემეხო. არ დავმალა. ნუ რას ვიზავთ? ღმერთმაკრაზე დროებითი იყოს ეს ყველაფერი რა. ღმერთმაკრას. თუმცა ჩვენ 90-იანებში გამოვიარეთ და ვიცით რაც ვეწმენთ ამით, როცა იმისტიანება და ამისიანების გამო დაუპირისპირდა ხალხი. ვახ. ვახ. ჩაი გიყვარს უკვე? ძალიან. შაქრით თუ უშაქრით? შაქრით. აბადო. შაქრით. გამიგედა? კი მაგრამ მაშინ კი დაყოფილები ხო და მაშინ ესროლეთ კაცო. კი ბატონო. აქვე. როგორ არ ვესროლეთ? ეხლა ვესროლეთ უბრალოდ ეხლა იარაღი არ იყო, მაგრამ აქ კიდე სხვა რაღაცები მოხდა. მე დღევანდელობაზე ვიზახი. რაც მაშინ არ მოხდა რა, ისეთი რაღაცები, რომ ამის თქმა არც მინდა და არც ამ გადაცემას. ჩვენი ფორმატიც არა. ამიტომ ღმერთმაკრასო ყველას დაუბრუნდეს და ისევ რაღაცები გადავალახოთ და ისევ ერთად ვიყოთ. მე ამას ვისურვებ. მადლობა. ეხლა უნდა გადავიდე იმ თემაზე, რომელიც არ ვიცი, შეიძლება საჯაროდ არ გისაუბრია შენ. ინტერვიუებში არ მახსოვს, რაც მე მინახი ხა. ღმერთი. შენში, შენთვის და შენ ღმერთთან. აი ასე კითხავდა შენ როგორც გინდა ესე იმპოსხე. როდიდან რა დოზით და რას აი უყურე ღმერთი მწამს რომ ვიძახით ხო ყველა და ესე რომ ჩვენ ხო იცი რამდენჯერმე მომისმენია და მომწონს რომ რაღაც ქართველები გაგვიმართლეთ რომ ვიბადებით უკვე ქრისტიანები არ გვიტევს არჩევანი, იმიტომ ეს დღესწავლობა უმეტესობა ყოველს თავის არჩევანია ხო? მაგრამ ღმერთი რომ წამს, ანუ ის რომ არსებობს ღმერთი, ეს შეიძლება ათეისტსაც გულის სიღრმეში ანუ ღმერთი არსებობს. მაგრამ აი ღმერთი შენში, შენ ღმერთთან, აი ეს კიდე სხვა მომენტია, ხო? შენთვის რა არის? რას ნიშნავს? ის რა არის? ღმერთი წამს, ღმერთი ჯერავს და ნუ დღეარ გავადა. ალბათ დღეში ააჯერ პირდისერა, ძელისი, დაგვიძება, დილა, საღამო.
არის სირთულე იმაში, ერთი ვიცი აუცილებლად რომ მოძღვართან უნდა მივიდეთ და უნდა უთხრა აღსარება. ეს გარდაუვალი. აი მისვლა გესმის იმდენ აი თუ არაფერი ისეთი ნუ უშაშულო მე არ ვთქვი სხვა ან ესეთი რომ ის გააკვირვა. ხო რა, გავაკვირო. და მაგას მეუბნები მეგობრები მყავს და მამაობენ შენ ეხა რას მეთქი იმის და რა. მოყოლილი მაგრამ უნდა მივიდეთ, რა თქმა უნდა ქრისტიანი ვარ, რა თქმა უნდა მცამს, რა თქმა უნდა მჯერა. შევთხოვ, ვეხვეწები, მას თაყვანს ვადიდებ. გიგძნია მისი ხარჯი, მისი ხელი. ძალიან ბევრჯერ. აი ესეთი სიტუაციები ყოფილა გამოუვალი. აი რატო ვარ ეხა დღეს ბედაში რატო საუბრობ? კაცმა არის ის. რომ მისი ხელი არ იყოს იქ ჩარეული. ზებუნებრივის და ნუ მისი ხელი რა. მისი ხელი, ხო, ეს არის. სხვანაირად ვერ აღვხსნი. ხანმოყვები რა სიტუაციას, მაგრამ არაფერში არ ჯდება ის რო არა მისინება, ხო? არა მისინება. ბევრჯერ მომختარა. აი რა სასწაულს ოძახით ეგეთი რაღაცები აი სასწაულს ვეძახით კი ბატონო. არ უნდა მომختარიყო და მოხდა, ნუ. ხალხო შედის სახელის დიდება. ხო და ნახე ესე დროს, როცა ესე ცხადად რომ თუმცა რა თქმა უნდა ნებისმიერ წამზე ნებისმიერ აი მე და შენ რო ერთმანეთს უყურებთ ესეც ხსნება, მაგრამ როცა ეს სასწაულები ხდება თითქოს რაღაცა მერტი გვანახებს რომ ვარსებობ, შენთან ვარ. ესე დროს რო რაღაცა განსაკუთრებული გვიშდება მადლიერება, ხვდებით რომ რაღაც რა უსუსურები ვართ, რა მხელა მისი მოწყალება და ბევრი რამ, ხო, ყველას ინდივიდუალურია. რას ფიქრობა, ვით უნდა გამოიხატებოდეს მადლიერება მის დამე, რომ შენ რომელიც არავინ ახარ ამ მილიარდობით კაცობრიობაში ერთი წერტილი რომელიც ასე არ არსებობიდან გაგაჩინა, გაგზარდა, ცოცხალი ხარ, ეს გაგზნობინა და რაღაცით რო გინდა ხოლმე რომ რაღაცა შენს გამოხატო. აი ესეთ დროს რა რითი შეიძლება ეს გამოხატო? თუ გიფიქრი ამაზე. როგორ არა, უნდა გამოხატო, რო იტყვი, რო დაპირდები, ეს ნუ შეასრულო. ჩვენ ხო წოდილები ვართ არა, ბევრ რამეს არ ვასრულებ, ბევრ რამე ვავიწყდება. მე ვღიზიანდები ჩემ თავზე მწარდები. რო აი რანაირად ხო გადაიწერე პირჯვარი, ხო შეპირდი. კანონ რატო იტყვები? მე ხვდები რომ ადამიანები კაცი იმის გაჭირით უწოდვიანი ხარ, უწოდველი რო იყო, ნუ უწოდებლობით გაჩნდი კი. მე ამიტომამით თავს იწყარე, მაგრამ ისე ბრაზდები რომ, მაგრამ რო უნდა ვეცადოთ, რომ იმისკენ წავიდეთ. რას გვეუბნება ეს? რასაც ჩვენ რა ჩიქში სარგეზელოში ვიდექი არ მომატყუო რა მეგობარი, არ ვღალატო რა, გიყვარდეს რა, ნუ მოკლავ რა, ნუ დააბიჯებ ფეხს რა. გადახვიე მეგობრი პატივეცე დედა გიყვარს. რას გიყვარს? არაფერს, სადაც ჩვენ ვიზახით რომ აიჯი. ხო. არა, ცხოვრებაში, ქმედებაში თული. რატოა ესეთი თული? აი, მაგაზე მეც ვფიქრია, ხო? ღმერთი მაშინ არ იქნება სამართლიანი და ღმერთი ვერ იქნება თუ ესეთ რამეს მოგთხოვს რაც შეუძლებელია. ხო და რატო რა თითქოს უმარტივეს. ხო. ჩვენვე ვარ თული. არ გიფიქრია მაგაზე რომ ჩვენ ვარ თული. ნუ მანდ უკვე ერებობა ფიზიონომია, ნერვები, ნერვოზული სტრესები და მოკლედ ეს ამბავი და უკვე თავს ვეღარ იოკებ თუ რას ქვია მაგას და ნერვებს ყვები და უკვე გამოგდა აგრესია გადადიხარის. ვნება რა არის ხო? ვნება. ეგ არის აი ესეთი საშიში რაღაცა. ვნებების გამო დაწყებულია ომები და ერთი ამბები. ნება უნდა მოტოკო. ერთეც ვიზახი რა ნება. შენ თავზე გამარჯვება. აბა რა. იქ არის ბევრ რაღაცა შემოსატოკია თავი ისე. მოკლედ და პატიოს. მუდამ. უბრალოდ ჩვენ უნდა გვინდოდეს. ჩვენ უნდა გვინდოდეს და შენ ნომერი თორე არ გვაძლევს. არ გაძლევს არა. შენთვის გეუბნება რომ უკეთესია. თუ გინდა, კი ბატონო, გეუბნება. არ არის მოძალადე ხოდა. ჩვენ ხანდახან აი რომ ვფიქრობ, ჩვენ რაღაცას გარდა იმისა ხო ყველაფერს აწინააღმდეგ ვაკეთებთ და მაინც ვყალობს და მე ჩვენ მოვიგონებთ ხოლმე. რაღაც ამსჯელია, მრიცხანია, საშიშია, რომ რაღაცა არ გაძარებს არაფერს. გეუბნება რომ უბრალოდ აქ შავია, აქ თეთრია. შენ რომელიც აგინდა აირჩიო, უბრალოდ მე გეუბნები რომ აქ წახვალ, ეს იქნება აქ წახვალ, კისერს მოიტეხავ. წინასა გეუბნება კიდე გაკეთე. კისერი მოიტეხავ. რომ მოიტეხავ, ვაბრალებთ მე. რატომ მომატეხინეო? გეუბნება რომ თავიდანვე გითხარი რომ ესია რა. კი ბატონო. არ დამიჯერე? შენ ეგეც შეენება ბადეცო. მოდით ერთ დაუბრუნდეთ. კი ბატონო. შენ იმ თაობის თეატრი გახდა, ქროსხანის პერიოდი გახსოვს. თლად მონაწილე ყოფილ ხარ, გარუცოდი ბავშვობაში რო თამაშობ. მე შენითაც მიხვედი. ქართულ თეატრზე მინდა კითხო ზოგადად. აი ქართული თეატრის ამ უნიკალურ ფენომენზე, რაც ზოგადად როგორც ოფლიო თეატრის შემადგენელი ნაწილი გამორჩეული, აი
შენც დამირწმუნები ალბათ არაერთ გასროლზე ყოფილიყარო შენი მონაწილეობით თქვი რომ ბავშვობაში და როცა სადმე ჩავდივართ მათ შორის უდიდი ფესტივალი ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი ქართულ თეატრს. შენთან თეატრს წარმოვადგენ, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა ჩვენ ქვეყანას, ჩვენ თეატრს ოქროს ხანა ხო, ბატონი რობერტი და ის თაობა მათ შორის მამაშენი და კავკასიური და ერთი სხვადასხვა. აი რა არის ქართული თეატრის უნიკალურობა და შენთვის რითია ზოგადად ეს სფერო გამორჩეული? მე გავიმეორე ბატონი რობერტის სიტყვებს თვალოს. ქართველი მსახიობი თამაშობს ისე თითქოს ეს მისი ბოლო სპექტაკლი. ხა, რა კარგი შეფასება იგარუცეთ. თითქოს მისი ბოლო სპექტაკლი იყოს. აი ამით მოყავს აღფრთოვანებაში ეს მაყურებელი. აი ხარჯება ბოლო. ხო, გონი რომ ბოლო სპექტაკლს თამაშობს. და მაქსიმუმ ჩადოს. ქართული თეატრი ნების თეატრი. აი და მოდის და მთელი ინფორმაცია გვხვდება თავპირში. და თეატრი ჭირი ხარ ამ ნიჭიერი. არ გამართავერე და აი ეს გონია ბოლო ჯერ და აი ბოლო დღე თუ არის ყველაფერი. აი ამით გამოირჩევა ქართული სკოლა კიდე. ხო, ამას ვიძახი. იცი რა საერთოდ ქართული ნიჭიერი არტისტული არა შევიტყოდი. ქართულში ნიჭიერი ხო არის წუჩის და კაცის და არტისტულია. წუჩის არტისტია და კალგის არტისტია. არტისტულიერი ვარ რა. უყავს თამაში. რაღაცების ისა. ხოდა. კანაკამ არტისტები უყავს მე. რაშანკი? მაინც ხო რა, ვიტყვი რომ არტისტულიერია. ხოდა. შენთვის რითია ეს პროფესია? ნახე რატომინა ნახე ვიკითხო ორივე ამ პროფესიას არ მოყოდნენ და ნუ არ ვიცი არ მინდა ხომ რაღაც განკითხვი თქვა რაღაცა შეურაცხყოფის, მაგრამ ზოგს გონია რომ აი ერთობით რა. არ ქონია მომენტი რომ რა ერთობით თქვენ აგენო რომ თამაშობთ. არა და როცა ნაშრომადებს გართობის უკვე სპექტაკლის და როგორ არის ეხა უსმენ ნახე როგორ იყო როგორ ამას გონია ეხა იწვის ნახე მაგრამ ეხა ამას გონია ესია ის არ ქონია რომ სპექტაკლი დაიცა კაც რომ მიხვალა ხო აღა მიხვა ხო სპექტაკლი მაგრამ რომელ საათზეა გონია 2-4 და ვინახევარზე ხო და ნაშრომად აი მიდი გააკეთე გონია არის ის ამის უკან რა ეხა ჩვენ ვიცით ჯოჯოხეთია დღეები ხომების თემები ვიღაცა არ მაყენებს შეურაცხყოფას ვიღაცა მოსახლეში მიდის კომპიუტერით დაждდება 9-ზე ოფისში დამთავრდა ნახონის კარგად ჩანდება და წავიდა ხელფასში ჩაერიცხა ხო შენ ყოველდღე ხარ ნუ გულისხე თქვა გადიხარ ვასკას ანუ იცი რომ უნდა მოატყუო და ყველა სპექტაკლი გამოწდა ყველა გამოჩნდა ხო გული ბაგაბუგი წნევა 1000 მაყურებელი ის რომ ტყუილზე ამოსული, მაგრამ ეს ტყუილი უნდა მოუყვე ამას კიდე მოაწოლა ტაჟი და გიქრას და თუ მოეწონა კიდე ეს ტყუილი მეორე დღეს კიდე ბილეთი უნდა იჭეროს კიდე ახალ ტყუილ მოვიდე კიდე თავი მოვიტყო. აი ეს გამოცდებია ეს ნერვებია სულის თქვა სულისაც. ამიტომ ძალიან ძნელია ეს ვაჟკაცების პროფესია არ არსებობს. არა ვაიმე პროგრამაირად ვერ შევდა რა ვერ არა. მაშინ გაანებო, უნდა გაანებო თავი. ო ეგრეა. უნდა გაანე. ეს არის აი ვაჟკაცი ხალხის პროფესია რა. და რაღაც გადადო უნგარო. შენ კარგი რამე. გახარ ხო იქ რა, ვიზახი ეს არქია ხო ერის. სათქმელია კიცით რაღაცა საჩვენებს თავის თავს საჩვენებ. თავის თავზე აცინებ, აბრაზებ, ამწარებ, აფიქრებ. და კიდე ბევრს რა. სარკეში ახედებ. ამ სარკეში ახედებ ხო აბა რა. ძალიან საპასუხისმგებლოა, ეს არ არის ის. მოდიდი დაგვაცინე, და მოდიდი გაგაცინო. და მე კიდე რაღაცას უმატყუებენ, ამაზე უგიჟდები. ეს წესი გადამიყვანო ჭკვი და მე გამომხედე, მე ვთქვი დამთავრებული მაგ როგორ პროფესიონალი მატყუარა ხო? დამთავრებული მაგ ეხლა რა ატო მატყუებ. მაგრამ ვერ ხდებიან, ნუ. რა შეგრძნება, როცა ანუ ოჯახში ორი წევრი ერთ სპექტაკლს სამწუხაროდ მამა გარდაცვლილია, მაგრამ წლები მოგიწია და ერთიათში ყოფნა რა არის ეს? სცენაზე ეს ზღვარი ხრება? თუ მაინც მამა და შვილი ხარ? თუ იკარგება? უჩემში უცხოში ხრებოდა, როგორც პარტნიორი როგორც. ხო? კულისებში? კულისებში? არ ვიკითხარ ხა ის მე მგონი ეს ჯობია ის ჯობია. არ ყოფილა? არ გო შენიშნები რაღაცა ვერ მოუწია? მიდი მოვდივარ, მიდი ესე ხონდა. ვიღაცები არიან რა დაუშვათ აი ეს ჯობია რაღაცა. არა. ჩვენ შემთხვევაში არის? არა. ერთად ფრიზელი ხარ ფრიზელი ხარ. ეს იყო თემა? გავეთ. ეგ იყო და ეგ. ანუ ზღვარი სცენაზე დარღვეული იყო. არ იყო რაღაც მამა, შვილია, პარტნიორია. არა, პარტნიორია. მამა შვილი რანაირად? პარტნიორია რა. ხო. პარტნიორია. ის თამაშობს ალთაში და ბალთაზე. თუმცა მოგვიწია მამა შვილის თამაში. მართლა? კი მოგვიწია გიორგიმ და გელაძემ ექსპერიმენტი. კი, სპექტაკლი მახსოვს. მამა შვილი და
ცხოვრებაში მამაშვილის ენაზე მამაშვილიც ხო, ზენაზე ბოლოში. გამოგადგათ რეალური მამაშვილობა. რეალური იმაში გადავედით ბოლოში. კი, ზუკა დათო იყავით? არ არის ტექსტში მეთქი დათო იყავით. დათო და ზუკა იყავით? ტექსტ სახში ვილაპარაკობდა. შეუბერეთ აღარ გაჩერდა. აუ რა მაგარი. იყო თუ არა, ნახე ესე მე ვერ მოვესწარი სულ გული მწყდება და ვნანობ რა, რომ იმ პერიოდის თიად შენ რო ბავშვობაში იყავით. აი ეს რეებით გვესმის, აი გია ფერადოც ნამდვილია. აი პირობითად რო ეძახდნენ მესამე და მეოთხე მოქმედება სკოლისებში ასწრებოდა, სპექტაკლის მასწრებოდა. ესენი რეალურად იყო აი რამაზე იყო ის საოცარი ართლას აი წარმოუდგენელი ისტორიებს რო ვისმენთ. აი რასაც მე ვიძახდი ხო, აი რო ისე თუ და ესე იყო მამა ჩემის და აი თავობაც რა. სახში მართლა იშვიათად. შეხო თუ გასტროლებზე იყო. ხო, ნუ თვეობით. რა, თვეობით მიდიოდნენ თან ისეთ ქვეყნებში. მე ხა ევროპაში ნუ ინგლისით არის საფრთხე. აი ზეპირად იცოდნენ, სად რომ ეს შესახვევია რა ქუჩა, რა ჩიხი გადის. პროფესორ ბარათაშვილი ხო ჩვენი მეგობარი, მაგრამ როგორც ინგლისი იცის. იმენის მარშრუტკები. 412-ს გააჩერებ. მიგიყვანს Times Square-თან ჩამოყვალ, მე ტაუერთან გავა. მართლა ეგრე იცის? დაახლოებით ესე იცოდნენ ამათმაც რა. ხო და ესენის, ნუ მე ხარ ხო სპექტაკლის მერე ესენის რესტორანი. კეიტროსტარი ხარ სახში ერთად კამერაზე. იყო ნეტარება და დროსტარება, ხო იცი? აი ესე. მოდი რაღაცას კითხავ. მე ხა რამდენიმე კითხვას რაც მე შენ გისვამ, ცხადია პასუხს უფრო მაყურებელზე ვარ ორიენტირებული, იმიტომ რომ ნუ წინასწარ ვიცი პასუხი, იმიტომ რომ მეც ამ საქმეში ვარ, მაგრამ მე ნეიტრალურად ვარ. რამდენად მნიშვნელოვანია მსახიობისთვის კულისებში, საგრემიოროში ურთიერთობები, ნიჭიერება და ეს აისახება თუ არა სცენაზე და შედეგზე. რა თქმა უნდა, აისახება პირველ რიგში მე ადამიანი. ყველგან და ყველაფერში. მე მოდის პროფესია, მე მოდის ნიჭიერება, მე მოდის ნიჭობას, მე ადამიანი. ფასო პირველ რიგში შესახებ ადამიანი. მე არის და აი რა არის შენთვის კრიტერიუმი? ნაზირალა ხო ვინა? ამდენიც გინდა. და საშიში უფრო ვიდრე უნიჭო ნაზირალა. უნიჭო საყვარელიც ვინახი. რამდენიჭო, მაგრამ კაი კაცია რა. რა ხდა? ნიჭიერი გაქნილი სხვა. აი შენი ეს ხაზგასმული აქცენტირებული ადამიანი შენთვის ზუკა პაპუაშვილისთვის. რა არის რა კრიტერიუმები, რა თვისებებია იმისთვის, რომ ის აი ადამიანი იყოს და ის თავარია ჩვენ თქვი და მერია ყველაფერი, თანამდებობა, პროფესია, როლები, ეს მერია. რომ თავარი ჩვენ ადამიანებად დავიბადეთ. და იქ რო წავალთ, ჩვენ არ უნდა გკითხავს რა თანამდებობას ჩვენ ადამიანებად წავსდგებთ და იქ რა თქმა უნდა. მეფეს და გლეხის თანაბარი. აი შენთვის რა არის? ადამიანი რო იყოს ადამიანი და ეს თვისებები იყოს, შენთვის გამორჩეული რა არის? რასაც შენ აფასებს სხვაში და შენ ცდილობ რომ სხვებთან იგივე იყო. მოდი ესე ვიტყვი ბრეხტის სიტყვებს. ყველა სიკეთე განურჩევლად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს თესავს. რა თქმა უნდა სიკეთე უნდა თესვა და არ უნდა მოღალატო. არც მეგობრებთან, არც ოჯახში, არც უფალთან, არც საქმესთან და არასთან. ხო, კარგია, კაი დასასრულია. მადლობა, დიდი მადლობა. ძალიან რთულია. ხო თითქოს ალაპარაკოთ ადვილია. დრო დაფიქრე რატო უნდა იყოს რთული, მაგრამ რაღაცა ისეთი სიტუაცია. რთული, ყველაფერი რთულია. სიყვარული რთულია, მეგობრობა, ყველაფერი რთულია. ერთი სახელმწიფო ჩვენ ძმაკაცებს და ჩვენ ძმობას სიყვარულზე რომ როგორ რთულია? მე აბა ის ძმაკაცებს ბოლომდე ჩაყრები. ბოლომდე გიყვარდეს, კარგაგეკცეს, არ გამოგეკცეს, ამე მარგაგია. არ შეგეშალოს დაუთმო ვერგედა. ძალიან ყველაფერი რთულია. მაგრამ უნდა შევიტყვოთ, უნდა მოვინდო. მადლობა. წარმატებები ცხოვრებაში და დიდი მადლობა. მადლობა და ეხა საჯაროდ უნდა გითხრა ეს მადლობა, რაც მე შენ ესე იგი შენ სიხარული მოგენიჭებია სცენაზე მე რო სტუდენტები. შეგენაცვალე. ეხა პირველ რაღაცა გემიტომ რომ კიდე მერიდებოდა, მაგრამ ეხა რაღაც მომეცა ეს ფორმატში რომ საჯარო მადლობა და ალბათ უამრავი ადამიანის სახელით. დიდი მში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები. მადლობა მარგარიტა.